როგორ ახართ გოგონებო, იმედი ყველანი ძალიან კარგად ხართ. ახლა ვაპირებდი დაძინებას, მაგრამ მინდოდა თქვენთან გამოსვლა, როგორ ჩანს, რაღაცა უნდა გაიგოთ ზოგადი გაშლების მადლით და სამ გაშლას დავიწყებდი. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. ერთი პატარა თხოვნასავით მაქვს, რადგან ჩემს iPhone-ში არ არის მახსოვრობა. სამუშაოდ ვიყიდე ახალი ტელეფონი და ხარისხი როგორი აქვს, აბა, რა თქმა უნდა, მე ფილტრების გამოყენება და ისინი არ მიყვარს და მაინტერესებს როგორ ისმის თვითონ ხმა მიკროფონის და გამომეტყველება, ესე რომ ვთქვათ, როგორია. რა თქმა უნდა, მე ჩემი iPhone მირჩევნია, მაგრამ სამაგიეროდ, რასაც მწერენ, აქვე პასუხობ. მადლიერი გოგონა უკვე მე მშვიდობება. და აქვე დავუმესიჯებ, რომ ზოგად გაშლას ვიწერ და მოგიკითხავ აქედან მიხვდები ყველაფერს. ანუ უკვე დაწყებული მაქვს ზოგადი გაშლა. მოკლედ. დავიწყოთ გოგონებო ჩვენ, რა თქმა უნდა, დალხენილი, არავინ არ გვიყურებს აქ. და დავიწყოთ ესეთ რთულ ურთიერთობებზე. სადაც ყველაფერი არის სტრესული. სადაც ამ ადამიანმა ცხოვრება გაგირთულად და უტკივარი თავი აგატკივათ. ნახოთ მისი ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები. რას ფიქრობს ეს სხვათა შორის ეს ჩათოსნორის სანთელი, ამაზე რასაც ვშლი, იდეალურად სრულდება ყველაფერი. იდეალურად და აი მინდა რომ იგრძნოთ და ჩემი დამოკიდებულება თქვენ და მე ამით გამოვხატო ეს ალი გაწმიდავს თქვენს უარყოფით ენერგეტიკას და ნურაფერზე ნერვიულობთ. ნურაფერზე ნერვიულობთ, არაფერი არ სანერვიულო. არაფერი. ნახოთ, მისი ფიქრები. მახსოვრობა ბევრია ახლა ამ ტელეფონში და ვილაქლაქებ მაქსიმალურად. მისი ფიქრები ვნახოთ პიროვნება. ნახოთ მისი ფიქრები. სამივე მაღალი არკანია და მისი ფიქრები არის შენი იდუმალი ქცევა მის მიმართ. ჯერ ეს ხარ მისთვის მიუწვდომელი. ამ ეტაპზე მიუწვდომელი ხარ. ზოგს შეიძლება მანძილი ან მენტალური სიცივე აშორებდეს. ხარ მის ფიქრებში ძალიან იდუმალი, ძალიან სასურველი და როგორ იცი მკაცრი, ოღონდ სიმკაცრი არის ძალიან სამართლიანი. მაღალი არკანების სვენა. იმდენად მძაფრი აქ ინტერესი შენს მიმართ, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ინტერესებს გაექცეს, მაგრამ რაც უფრო მეტად გარბის ინტერესები უკანონოსდებს. საერთოდ ამ ეტაპზე თვლის, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულებულია, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში ჭირდება რაღაცა, აი ახალი გვერდი აშკარა, თუმცა მე ვერ გეტყვი, რომ ეს ადამიანი რამე შემოგთავაზებს ახალ გვერდს, უფრო სტაბილურს. იქნება ახალი გვერდი, მაგრამ ეს იქნება ორაზროვანი. მაგალითად, ვისაც აქვს არჩევანს არ გააკეთებს, ნებისმიერ არჩევანს გულისხმობ, შენობა შენან სხვა და ასე შემდეგ. არ გააკეთებს. თუ ზუსტად იცი რომ არჩევანი არ აქვს, ჩამოყალიბებულ ურთიერთობას არ შემოგთავაზებს და აი ეს სევდა შინაგანად ძალიან შეგაწუხებს და ამ სევდას თვითონ რა თქმა უნდა გრძნობს და იცის. მისი ესე რომ ვთქვა საზღვრები და კარები ახლა ჩაკეტილია მაქსიმალურად, გეგონება ვინმე უმტვრევს, მაგრამ ასეთი შეგრძნება აქვს რომ რამე დაუშვათ, შემოუტიო მაგალითად ან მესიჯით ან გააჩნია მესიჯსაც, ხო? რაღაცნაირად თავს იზღვევს ეს ადამიანი და სადარაჯოზე დგას რეალურად. მე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს ფიქრები, შენი გრძნობები მის მიმართ როგორიც არის და ფიქრობს, რომ შენ მის მიმართ გაქვს გრძნობები. მოდი ვიკითხოთ ერთი, შენ თუ გაქვს ამ გოგოს მიმართ გრძნობები?
შენ გააქვს მძაფრი ინტერესი რო ეს ვიცით, მაგრამ გრძნობები გააქვს ინტერესი, რა თქმა უნდა, იმ გრძნობები არის, არის გრძნობები. თასების დედოფალი იყო დასტის ბოლოს და რა თქმა უნდა, თასების მეფემ მესამე არკანში დაგვიდასტურა. გრძნობები რა თქმა უნდა არის. აქ ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? როგორც არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, როგორი აბდაუბდაშიც არ უნდა იყოთ, თქვენ ეს აბდაუბდა გესმით. და ერთადერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გრძნობები არის როგორ ვთქვა, თანაბარი არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ახართ. თუმცა ეს არ ცვლის სიტუაციას, თან არ ცვლის დიდი ხანია რა. არ იცვლება არაფერი. მე მაინტერესებს დიდი ხანი რო არაფერი არ იცვლება, ორივეს რო გრძნობები გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ანუ შენთვის იქნება ეს სასარგებლო, იმიტომ რომ მე ასეთი სიყვარული, ასეთი ემოცია მაგალითად ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის ტანჯვა. დედამიწაზე ჯოჯოხეთში ყოფნა. ნახოთ. გიღირს ეს ყველაფერი, ანუ ეს ლოდინა დღეს კვერთხის დედოფალი ხარ, ნუ შენ ისეთი ხასიათი გაქვს, რაც არ უნდა გირჩიოს და რომ და ვინც არ უნდა გირჩიოს, შენ რო გინდა და მორჩა. უბრალოდ შენ გეტყვი იმას, რომ შენ კი გიღირს ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ იცოდე. ნენელა ამ ურთიერთობაში ფრთები გეკვეცება. ენერგეტიკულად შეიძლება არ გამოგდის არაფერი, იმიტომ რომ უარყოფითად მოქმედებს ეს ურთიერთობა. აქ უნდა აირჩიო უკვე შენი ემოციური მდგომარეობა, შენი წინსვლა და პროგრესი, იმიტომ რომ პროგრესი არა გაქვს, ან თუ გაქვს, ეს უკვე შეჩერებულია. როგორ რაღაცა არის, იცი? აი ხო ვთქვი რომ არის გრძნობები, მაგრამ ყოველთვის გაკლია ეს გრძნობა. შერი ხარ, აი არ გაძლევს იმაზე მეც, ანუ სიყვარულის დიეტაზე დაგაჯინა რეალურად, იმიტომ რომ გინდა გთხოვს ორგანიზმი, სული, გული ამას გთხოვს, მაგრამ თვითონ ანუ ძალიან ისეთია. ძალიან ისეთია როგორია. ნახოთ. იმიტომ რომ ისეთი არკანი ამოვიდა, უცებ სხვა კითხვა მომაფიქრდა და შენ ვერ დავასრულე ის თქმაც მინდოდა. შენ არა გაქვს მოთხოვნილება ასე ამ გოგოზე, ეს გრძნობა, იმპერატორია, შეიძლება კი აქვს, მაგრამ არ შეშვენის. არ შეეფერება. შიგნით, ანუ არ ვიცი რა პერსონაჟია, მაგრამ ეს არის ხასიათი, ასეთ დაიბადა მოკლედ და ნუ იმპერატორია. ჰაერის ნიშანიც არის და ცეცხლის განსაკუთრებით. გეტრფის მოწონხარ, ყველაფერი აქვს შენს მიმართ, მაგრამ არ ამბობს, არ აღიარებს და საქმეც იმაშია, რომ ამას აცნობიერებს, ეს გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. მოქმედება რა იქნება შენი ამ გოგოს მიმართ? გავიგეთ უკვე, რასაც მოიმოქმედებ, მე უკვე ხვდები, მაგრამ რა იქნება კონკრეტული მოქმედება? ხლების დედოფალი, მე ინახე როგორ ახერხ. ერთად, ჯახი. მოქმედებაში რა იქნება? მოქმედება, ნუ არ წყდება ის მთავარი, რაც უნდა გადაწყვიტოთ. ანუ ჩიხშია ეს ურთიერთობა უკვე არც უკან იხევს, არც შენ არ იხევ უკან. ანუ ორივე უკან დახეული ხართ, წინ არ მიდიხართ. ნუ ერთ ადგილს ტკეპნით. მისი მოქმედება არაფერი არ იქნება, როგორც შენგან არ იქნება, ასევე მისგან არ იქნება და რა გამოდის, იცი? მაინტერესებს, ასე სანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები არ არის აქ. სანამდე გადაწყდება ეს ყველაფერი. იმპერატრიცა ღმერთო ჩემო, იცი რა არის, სანამდე გადაწყდება. არ მიდის რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, ერთადერთი შენ მიდიხარ სტრესში. არაფერი შესაძლოა არ გემჩნევა, შეიძლება შენზე არც არაფერი არ იცის, ისეთი მაგარი ხარ, მაგრამ შიგნიდან აი სული გეწვის რაღაც მომენტში. დარდი, დანაშაული შეიძლება რაღაც სინანული, ანა ის რატოქენი, ნუ 1000 რამ შეიძლება შემოგდიოდეს თავში, იმიტომ რომ გააქვს ემოცია, კი. ტაროს კითხოთ ერთი არკანით, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანის ფიქრებიდან გამომდინარე ხვდებით, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ყველაფერი მაინც მასია დამოკიდებული. ან და შემოგთავაზოს რამე საინტერესო, დიდი პენტაკლი, დიდი ბრილიანტის ბეჭედი შესაძლოა.
არამე კაი საჩუქარი, ან უბრალოდ რა იცი, სტაბილური ურთიერთობა. მისი გულის სული უნდა გეკუთვნოდეს, ეს უნდა შემოგთავაზოს და წესით ტარო ასე ვთქვათ, და მაღალძალებმა ასე ვთქვათ, გადაულოცა, რომ ჩვენ არ ვერევით ამ საკითხში. ჩვენგან არ ახარ დაბლოკილი, მაგრამ თქვენში უნდა გაარკვიოთ, ანუ ყველა დაგტოვოთ ეს და გაარკვიოთ თქვენი, თუნდაც გვერდზეა გაწეული მაღალი ძალები, ეს სხვა შორს ძალიან იდეალურია. წარმოიდგინე ერთმანეთში რომ ვერ გაქვთ ისეთი კონტაქტი და კომპრომისებზე არ მიდიხართ და პლუს ზევდან იყოთ კიდე დაბლოკილები. სასწაულია, ხო? მუთიანი კვერთხი ნიშნავს იმას, რომ თქვენ რჩებით მაინც რომელი მოიგებს, ანუ სანამ არ გაწყდება, სადაც ვიწროა, იქ გაწყდება და რაღაც მომენტში შეიძლება ასეც ჯობდეს. თუმცა ჯერ არ წყდება ეს თოკი, არის ესე ვთქვათ, ქიჩავი იქეთ-აქეთ და ეს ადამიანი ირჩევს ამ პოზიციას. შენც ირჩევ ამ პოზიციას. მაგრამ ნუ 800 ამოდის აქ მაინც იმ კუთხით, რომ ერთადერთი მაინც ანუ კარგი ბიძგი არის ის კი რომ манипуляციურად შეტრიალდე და წახვიდე. ჩემმა ქმარმა მისი ჭკუით ისე გაიპარა, მაგრამ აი აქ მაინც გამოჩნდა. გაციებულია და იქ ოთახში ახველებს. აი, მაპატიეთ გოგონებო რა, ესეთი პეტერე ჩაჭრისთვის. ისე უნდა წახვიდეთ, მოკლედ ამ ურთიერთობიდან, რომ არ იყოს ეს манипуляცია, რაიმე მაგალითად წავა და მე დაგაკვირდები რა სიზა. შენ უნდა წახვიდე, იცი როგორ ბუნებრივად, იცი რა, დამღალე. აი, ამას ესე გულწრფელად რო იტყვი შენ თავთან და გადიხარ, მე ყველაფერი კარგადაა. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით, იმიტომ რომ შეიძლება შემოირბინოს ახლა აქ და ესე ხوار იქნება. კოცნით ყველას.